სულ რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა ისე ვითარება რუსთაველის გამზირზე, შეხლა შემოხლას ჰქონდა ადგილი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია, ისევ მობილიზებული არიან აქ სამართალდამცველები, მათ კორდონი აქვთ გაკეთებული და ისინი არ უშვებენ, აი დაიძაბა ისე ვითარება და გავუყვებით ოპერატორს თხოვ რომ გამომყვეს. ვიღაცას მისდევენ პოლიციელები. პოლიცია აღარ არის და გადავედი. დააკავეთ ვინმე, ბატონ ლაშა, გვითხრათ, ამდენი ადამიანი რატომ დაიჭირეთ? ტროტუარზე იდგნენ მოქალაქეები, არაფერს არ აშავებდნენ და დაიჭირეთ მაინც და მიზეზი რა არის? შეგიძლიათ გვითხრათ? მათ შორის ჟურნალისტიც ლიკა ბასილაია შავგულიძე არის დაკავებული. არ ვიცი, ალბათ არ გვერდა საზოგადოება. როგორ არის თქვენ დიდი ხანია აქ იმყოფებით? არ ვიცი რა დაარღვია. სხვა აქციის მონაწილეები რატომ არიან დაკავებულები და ჯამში რამდენი არის დაკავებული შეგიძლიათ? ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ ვიცი. ჩვენი ინფორმაციით ჯამში არის 26 ადამიანი დაკავებული გზის გადაკეტვის მცდელობის საბაბით, არადა მათ არ ჰქონდათ არანაირი სურვილი რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი, ისინი ტროტუარზე იდგნენ და საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ, უბრალოდ მათი მხრიდან გვესმოდა შეძახილები რუსები და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც დაიჭირეს პოლიციელებმა ადამიანები. ამ დროისთვის ასეთ ვითარებაა ადგილზე, ოპერატორი გაჩვენებთ ახლა კადრში სიტუაციას, მოქალაქეები რჩებიან პარლამენტის შენობის წინ საფეხმავლო ბილიკზე, ჯერჯერობით ისინი დაშლას არ აპირებენ, მათ შორის აქ არიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, კრიტიკული არხების და კრიტიკული გამოცემების ჟურნალისტები, რომლებიც დღეს საგანგებოდ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის მიზნით და ამ დროისთვის აი ასეთი სიტუაცია აქ.